Გაუმარჯოს YouTube-ს და ყველას მოგესალმებით. წესით ეს ვიდეო უნდა ყოფილიყო ბოლოში, მაგრამ ამით დავიწყოთ. ჩვენი თოფის განახლება დასრულებულია. აი ესეთი სახის თოფი მივიღეთ. ლამაზი, გაკოხტავებული, განახლებული, რომელიც კიდევ ალბათ მრავალი წლის განმავლობაში საჭირო სამსახურს გაუწევს თავის პატრონს. აბა დავიწყეთ და პირველი დღიდან გავყვეთ მეხუთე დღის ჩათვლით. დღეს მეხუთე დღე არის, დასრულდა, თოფიც ავაწყეთ და ესეთი გალამაზებული გამოგვივიდა. აი ასეთი ძველებური თოფი გვაქვს, ჩახმახიანი დოზ 63, რომელსაც სჭირდება კონდახზე და ცევიოზე რესტავრაციის ჩატარება. განახლება, ასე ვთქვათ, დაზიანებული არ არის. კარგად დააკვირდით, ახლა რა მდგომარეობაშია და როგორი გახდება რამოდენიმე დღეში. ამას რა თქმა უნდა ერთ დღეში ვერ დავამთავრებთ. მაგრამ თან ეტაპობრივად გადავიღებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. საბოლოო ჯამში ერთი ვიდეო გამოვა და ნახავთ როგორი სახეცვლილება ექნება. აი ასეთი თოფია ამ ეტაპზე. უბრალოდ ასეთ მდგომარეობაში. შეძლებს დაგვარათა ესე გავშკურკეთ. მოვაშორეთ ძველი ლაკი სპეციალური საშუალებით. იგივე შეეხება აგერ კონდახს, აი როგორც გამოჩნდება, ასე გავაკეთებ. სანამ ეხლა ამას სპეციალურზეც წავუსვით, ლაკი აღარ უნდა წავუსვათ ამას. ვიზავთ რა ქვია. ასეთი მარილკას ეძახიან ბაიცი თუ რაღაცა შოკოლადის ფერი, რომ კარგ ფერზე დავაყენოთ. თან ეხლა აღმოჩნდა რომ ნახეთ ეს კონდახი არის ეგრეთ წოდებული ბერიოზა, არყის ხის და აი აქ თუ ხედავთ აქვს ბზარი, როგორც აქეთ ამ მხრიდან, ასევე მეორე მხრიდანაც აი ბზარი აღენიშნება, ამიტომ აღარ გავრისკე, ეს აღარ მოუხსენი მთლიანად. ეს ვინტი გაჭედილი იყო, ჭიდაობა აღარ დაუწყე და ფრთხილად მოხდა მისი გამოშკურკვა და ლაკის მოშორება. და ისე აკურატულად ეხლა წაუსმევ ამ ბაიცს. ცოტა შესქელებული იყო ეს და გამოხდილი წყალი დავამატე. არაფერი რთული არ არის, ძალიან მარტივი პროცესია უკვე. ფერი რო შეუცვალოთ უკვე მაგითო ვაკეთებთ. შეიძლება სხვადასხვა ფერები იყიდება. ეს ახლა ამ შემთხვევაში გვაქვს შოკოლადის ფერი. რამოდენიმეჯერ გადავუსვოთ, ახეთ რა კარგ ფერზე დადგა. სანამ მე სპეციალურზეც წავუსვათ, კარგად მშრალი ტილოთი ამ ზედმეტ ნარჩენებს მოვაშორებთ.
ეს წყლის ზეა საფუძველზე არის ეს ბაიცი თუ მარილკა როგორც ეძახიან კიდე მეორენაირად რო შეშრება კიდევ მეტი სიმუქე მივცეთ მეორე პირს გადავატარებთ შეიძლება ლაკის წასმაც, მაგრამ არ გირჩევთ. ბევრნაირი ლაკებია ახლა პრინციპში. ახლა ის დრო აღარ არის წარსულში რომ რაც უხარისხო ლაკები იყო, მაგრამ მაინც სპეციალური ცვლის შემცველი ზეთით ჯობია რომ გავპოხოთ და თოფი დაცული იყოს ყოველგვარი თოფის კონდახი ანუ ეს ხის მასალა დაცული იყოს ყოველგვარი სინოტივის სისვლის ზემოქმედებისგან ძალიან კარგი გამოვა ბოლოს ეს ზეთი მერე გაჩვენებთ ცოტა ღამაკ დარჩენილი თავის დროზე ადრე დოზის და იჟევსკის ქარხნიდან ჩამომქონდა ერთი და იგივე ზეთია უბრალოდ ხან ერთგან ქონდათ ხოლმე მარაგში ხან მეორეგან და მაგაზე მოთხოვნაც მაგარი იყო სხვისთვისაც ჩამოჰქონდა ეგ და ჩვენთვისაც იყო შეკვეთები ქონდა მაგის ჩამოტანაზე დაველოდებით ახლა მის შეშრობას და შემდეგ გადავუსვით რამდენო ფენას. ისე როგორც ტიპჟიზე იგივე ცევიოზე. ქართულად უფრო ტიპჟირია სწორი. აქ უკვე ეს შავი წერტილები და რაღაცა რაც ემჩნევა უკვე თვითონ ხის დეფექტი იყო ძალიან ჩამოჭყლეტილები იყო და მაგას ჩვეულებრივი ესეთი შკურკით ვერ ამოვიღებდით ასე რომ ჯობია დარჩეს მაგი სანამ გაუძლებს ახლა თოფის პატრონს ეს ბზარი აი აქ რაც ქონდა როგორც გითხარით გაუძლებს და მე ალბათ შეიძლება მთელი ცხოვრებაც გაძლოს და არც არაფერი აღარ მოუვიდეს გავაგრძელებთ ცოტა ხანში. ოდნავ შეშრა გადავუსვათ ახლა კიდე მეორე პირი
სიმუქე უკვე აშკარად ეტყობა. კარგ ლამაზ ყავისფერზე დგება. ეს წყლის საფუძველზეა ეს ბაიცი როგორც გითხარით და მალე აუწყდება გაშრება. აი ასე დავამატოთ კიდე. შეგვიძლია არ დავზოგოთ ეს. რაც საჭიროა, იმას აიღებს ზუსტად. შეგეშინდეთ ისევე როგორც კარაქით არ შეიძლება ფაფია გააფუჭო, ასევე ბაიცით. ცივიოს კიდე ერთი ფენა გადავატაროთ. უკვე რაღაცას ემსგავსება. და შემდეგ 3 დღის განმავლობაში 24 საათიანი დასვენების შუალედით უნდა მოხდეს სპეციალური ზეთის გადასმა. შეგვიძლია 10 ჯერაც გადაუშვათ, მაგრამ 3 სავსებით საკმარისია. შევატყობთ ახლა იქ რა დაჭირდება და როგორ. თავარი ახლა ეს თანაბრად და კარგად გაშრეს. ჯერ ჩვენ ნახევარ გზაზე ვართ, არც კი. გამოვხდოთ ახლა ისევ, დავასვენოთ კიდე რამოდენიმე წუთი და შემდეგ გავაგრძელოთ კიდე ერთი ფენა, მე მგონი არ აწყენს. აი გავიდა კიდე თითქმის 1 საათი და მესამე პირიც გადავატაროთ და მე მგონი საკმარისი იქნება. იქამ ბაიცით ამის დამუშავება. ისე გავაკეთოთ ლამაზად. შვენიერ ფერზე დგას უკვე.
ეს მე მგონი არაფერი აღარ უნდა. მხოლოდ კარგად გამოშრობა და შემდეგ ზეთის გადასვა. ნუ დღეს არც ერთ შემთხვევაში ზეთს არ გადაუსვავ. დავიცადოთ ხვალამდე. აქ რა ხდება აბა? შეგავასწოროთ. ესეთი თანაბარი გასმით დავფაროთ მთლიანად. ქვედა მხარეც მოვასწოროთ, ასე ვთქვათ. მას მეტი არაფერი აღარ უნდა. კარგად თუ გაშრება, მერე კორექტირების მიზნით თუ სამე დაჭირდა. იქ კიდევ შეიძლება. ჩვენი ტიბჟირი და კონდახი გაშრა. ეხლა დავიწყებთ მის სპეციალური ზეთით დამუშავებას. მინახეთ როგორ ფერზე დადგა. ეს არის სპეციალური ზეთი, ცვილის შემცველი, თავის დროზე ჩამოტანილია რუსეთიდან, იჟევსკიდან და ტულის ქარხნიდან. აი ესეთი ის უნდა ავიღოთ კბილის ჯაგრისი. ბევრი არ უნდა, რამოდენიმე წვეთი და აი ესე უნდა ვეცადოთ. რაც შეიძლება დიდ ფართობზე, აი ეს მცირე რაოდენობა ესე გავტყლარწოთ და კარგად შევაზილოთ. ამას მერე ლაქი აღარ დაჭირდება. უფრო სიპრიალეს და ელვარებასაც მიცემს. ხო, ეს რამოდენიმე ეტაპად ტარდება.
ეს პროცედურა. ანუ წასმის შემდეგ უნდა დავასვენოთ 24 საათი და გავიმეოროთ. კიდევ 24 საათი და გავიმეოროთ. მინიმუმ 3-ჯერ უნდა, ანუ 3 დღის თემა არის ეს საქმე. ხო და თუ მეც გააკეთებთ და არ გეზარებათ, უფრო უკეთესი იქნება. შემდეგ ეს ისე შეშრება ეს ზეთი ამ ხეში, რომ არანაირ დასვრას, არანაირ ზეთის ლაქების გადაყვანას დასაცმელზე არ გამოიწვევს. ხვალ გაჩვენებთ ამ დროს უკვე როგორ იქნება ეს შეზელილი და შემშრალი. შეიძლება 10 ჯერაც შეაზრილო, 7 ჯერაც, მაგრამ ახლა 7 და 10 დღე ამას არ დაუწყებს არავინ. ასეთი ეფექტური გახდა. ესეთ ლამას ფერზე დაჯდა. ეს არის ტიპჟირი. პირველადი ზეთის ფენით დამუშავდა, როგორც გითხარით. ახლა გადავდივართ კონდახის დამუშავებაზე. ნახეთ რა კარგი. ეს რო გაშრება და შეიწოს, კიდე უფრო კარგი გახდება. იგობდა რაღაცაში ჩამომესხა, მაგრამ არა უშავს. ახლა ესე გამოვიყენებ. ბევრი არ უნდა, რაც თავარია. ესე უნდა მოხდეს გულდასმით შეზელა. ისე მე მინახია არსებობს სპეციალური ვაკუუმის აპარატები, დიდი არის მოცულობით, ხო და იმაში იდება, ისხმევა ზეთი და რო ჩართავენ, მე რა ვიცი, რამოდენიმე საათია, მე მგონი ერთი პროცედურა 5 თუ 6 საათი გრძელდება. და მთლიანად მთელი ხე წნევის ძალით იჟღინთება ამ ზეთით. მე ცხოვრებაში ამას აღარც ლაკი დაჭირდება, აღარც არაფერი. აი ნახეთ როგორ კარგი მასზე დგება. ნატურალური ხის ფერზე. ეს ის გულდასმით უნდა შევაზილოთ. მე საფინალო ვიდეოს და ფოტოს დავდებ ერთად, როგორი იყო და როგორი გახდა. თავისებური დამახასიათებელი სუნი აქვს. ვერ ვიტყვი რომ ყრალი და რაღაცა, მაგრამ რაღაცა პროდუქტის ისა აქვს რა. სუნი. ეს ერთი გვერდი მოვჭით თითქმის. აქეთ დაგვრჩა ცოტა, ეს ადგილი. ეს მეტალი აღარ მოხსენი, როგორც გითხარი და მე მოუწმინდავთ ამ ადგილს. ვინაიდან გაბზარული დაგვხდა შიგნით. ხო ვითომ ამდენი უსვით მშრალია და მაინც რამდენი ზეთია ამ ჩოთკში.
კიდევ ერთი პორცია დავამატოთ. Yes. კონდახი გამოვა, კონდახის უნახავს გახდის კაც. აი აქ ცოტა დამაკლდა. კამერა შეიძლება ცოტა შემოვატრიალოთ კიდე. გაპოხილია პირველადი ფენით თავიდან ბოლომდე. ხარბად იწოს, მშრალი როა, გავშკურკეთ. შემდეგ ბაიცით, მოიგე მარილკით დავამუშავეთ, აი იმას გუკასავით არის, ღრუბელივით იწოს და იწოს. მეორე და მესამე ფენა უკვე კარგად მოუხდება. ამას ასე დავტოვებ აქ ამაღამ. აქ კიდე გადაусმევ. და ამ ბოტლსაც დავხურავ. აი ასე. იმას დავადებ ასე ზემოდან. არაფერი არ მოუვა. რაც მისაღები იყო, უკვე პირველი პორცია ამან მიიღო. ეხლა იმდენი ერთი 10 თოფს ეყოფა. დაველოდეთ, არ გადართოთ, არ გადაახვიოთ, გაგრძელება იქნება კიდე. ჩვენთვის 2-3 დღე, თქვენთვის სულ რამოდენიმე წუთში გავა ეს დრო. დღე მეორე ვაგრძელებთ
თოფის კონდახის დამუშავებას, როგორც გითხარით, საკმაოდ კარგად შეაშრა უკვე, აი ნახეთ, ხელში გიკავია, თუ გამოჩნდება, აი არანაირ კვალს არ ტოვებს ხელზე. მაგრამ კიდევ კარგად უნდა გამოშრეს. ეხლა რას ვაკეთებთ? ის პირველი ფენა, რაც გადაუსვით, იყო ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, დასაგრუნტი. თანაბრად რომ გავტყლარწეთ და გავჭიმეთ ამ ხის ზედაპირზე. ზეთი იმასთან ჟანგბადთან კარგად ურთიერთქმედებს და თავის ეფექტს უფრო კარგად აჩენს. აი ესეთი. ეს კიდევ კარგად გაშრება, კიდევ კარგად შეიწოვება და მესამე დღეს დაჭირდება მესამე ფენის გადასმის წინ ოდნავ ძალიან წმინდა 1000-იანი ან 800-იანი შკურკით ოდნავ გადაშკურკვა, რომ თუმსადმე ხავოიანი ზედაპირი დარჩა ან რაღაცა მტვერის ნაწილაკები დაილექა ამ ზეთზე, რომ ეს ყველაფერი მოშორდეს, გაიწმინდოს მშრალი ქაღალდის სალფეტკით ან ნაჭრით და შემდეგ მესამე ფენა ძალიან თხლად გადაესვას. ეხლა სულ რამოდენიმე წვეთი დაჭირდება, აღარ არის საჭირო. გუშინ შეიძლება ითქვას პირველ ჯერზე ოდნავ მეტი ზეთიც კი მომევიდა. ეს უკვე სავსებით საკმარისია ეს რაოდენობა. და ჩვეულებრივად ვიწყებთ აი მთელ ზედაპირზე ამ ზეთის მოდებას. დღევანდელი დღეც დავაცდით და კიდევ უფრო კარგად შეიწოვება. ამ ყავისფერი ბაიცის წასვლაც შეიძლება და არ მოგვეხდინა, მაგრამ უფრო ღია ფერის იქნებოდა და ესეთი ლამაზი ყავისფერი, შოკოლადისფერი ირზე არ დადგებოდა. აქეთ ამ მხრიდანაც ოდნავ სულ რაღაც ერთ წვეთს მოუსვავთ. მეორე ფენისთვის სავსებით საკმარისია. ამ ზეთის წასმა ასევე შეიძლება ბამბის დისკები რო არის კოსმეტიკური, მაგრამ აი ეს კბილის ჯაგრისი უფრო ეფექტურია და უფრო მალე ხდება ამით და ხელიც არ გესურება ზეთით. მე სულ კარგად რომ გამოშრება, სადემონსტრაციოდ მოვახდენთ მის წყალში დასველებასაც და ნახავთ რომ გრამ წყალს არ იკარებს. თვითონ ეს თოფის კონდახი ახლა იმდენად ძველია, რომ დაჩორკნილია, სიღრმეები აქვს აქ, რომ ჩაუღრმავდეთ და შკურკით დავიწყოთ ბოლომდე ამოღება ძალიან დიდ დროს წაიღებს და ამ დონის კონდახიც ახლა ამდენ საწვალებლად ნამდვილად არ აღირს. ეს მეორე დამცავი ფენა, ძალიან თხელი, თითქმის უკვე წასწმულია. იგივეს გავაკეთებთ ცევიოზეც, ტიბჟირზეც და დღეს ამით დავასვენებთ ხვალამდე.
არ ვიცი ახლა კამერა როგორ აღიქواس, ეს ახალი ფენა რო დაედო, უფრო მეტი სისველი თუ გამოჩნდა. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ინსტრუქციის მიხედვით. როგორც უნდა მოხდეს. სულ ეს იყო დღეს. დღევანდელი პროცედურა დამთავრებულია, შეიძლება ითქვას. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ჩვეულებრივად გავაგრძელებთ გადაღებას. ძალიანაც არ მინდა რომ ვიდეო გამიგრძელდეს, მაგრამ მესამე ფენის წასვლის წინ აუცილებელია რომ მოხდეს ძალიან წმინდა შკურკით გადატარება მთელ ზედაპირებზე და თვალით უხილავი ნაწილაკების მოშორება, რომელიც ან ხარში არსებული მტვერისგან დაედო ამ დღეების განმავლობაში. თოფი რო იყოს უფრო კარგად დამუშავებული. თოფის კონდახი. დღეს არის უკვე მეოთხე დღე, რაც ამ თოფის ტოს 63-ის განახლებას ვაკეთებთ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად შეაშრა ეს ზეთი. ოდნავ, სულ ოდნავ. იგრძნობა, რომ ეს არის. ხელზე არ გადადის, მაგრამ აი შეგრძნება ესეთი არის. ზეთი არ გადადის, ნახეთ. შემშრალი აქვს, მაგრამ გრძნობა ისეთი, რომ რაღაცა სლიპინაა თითქოს და ერთი დღე კიდე დავაცდი ამას, აი. ამის გაშურებას და დღევანდელ დღეს კიდე გამოვიყენებ, რომ მივხედო ლულას. ლულა ახლა აქ ასეთ მდგომარეობაშია. გავწმინდე ზეთითაც, გავწმინდე მერე სპირტიანი ტილოთი მთელი ცხიმი უნდა მოშორდეს, კიდევ ერთხელ გადავატარებ. უნდა მინდა რომ ასეთი დამცავი გამოფლირებული სკოჩი გადავაკრა. მე უკვე პატრონზეა დამოკიდებული ამ თოფის. ეს ჩემი მეგობრის თოფია, თუ უნდა დაიტოვებს, თუ უნდა გაკრავს ხელს და გააძრობს ამ გამოფლირებულ სკოჩს. ეს არის ამერიკული სკოჩი, ძალიან მაღალი ხარისხის სქელი კლიონკაა, რომელიც არც წყალს არ გაატარებს, არც სინესტეს და თუ წვიმაში მოხვდება ან თოვლში, მერე ნაჭერს ან ქაღალდის სალფეტკს გადაატარებს და ჩვეულებრივად გაამშრალებს და არანაირ სინესტეს და წყალს შეხება არ ექნება თოფის ლულებთან. ახლა კამერა ისე უნდა დავაყენო, რომ ცხელი არ შემიშალოს გადაღების პროცესში. ცოტა ისეთი შრომატევადია, დრო უნდა ალბათ ერთი მაქსიმუმ 9 საათი 40 წუთში უნდა მოვრჩი, მაგრამ მე ან აჩქარებულ ტემპში ან რაღაცას გავუშვებ, რომ ძალიან დიდი ვიდეო გამოდის. დავიწყოთ აბა. ლულო დამუშავებულია. გამოვიყენებთ მხოლოდ ამ საკანცელერიო დანას. დანა და ის გვინდა კიდე ისინი ღებავები იყენებენ, რაღაც რეზინის დეტალია. აი ეს დეტალია რეზინის, არც ვიცი რას ეძახიან. ჰაერი რო გამოვდევნოთ, რომ შიგნით ბუშტები არ გაჩნდეს ჰაერის. ეს სკოჩი საკმაოდ დიდხანს აძლევს მერე. გადაკვირიდან რამოდენიმე წელი არის და არის. ესე იგი, მთელ სიგრძეზე გადმოვზომავთ
და დავაკრავთ. რაც მთავარია, აი აქ ლულის ნაპირზე სადღაც ერთი აი სადაც ეს არის 5 მმ სამიზნე კოვრა როა ჩასმული, აქ უნდა მოუჭრათ, რომ პირისპირთან არ მოვიდეს გასროლის დროს მაინც ცხელი და ეს ჰაერი და ნამწვები ნამწვმა და იმან რა ქვია, ასე ვთქვათ, გამოვარდნილმა ალმა არ დაიწყოს ნაპირიდან ამ სკოჩის აძრობა. ოდნავ ერთი აი ზუსტად ამ სამიზნის გადასწრივ ესე ჩამოვაჭრით. დავიწყებთ აი ამ სამიზნე თამასიდან. აი ესე დავადებთ და აი ესე მოხდება აქ ესე დაფიქსირება ამ სკოჩის. ორი ფენა დაჭირდება, ერთი აქედან, ერთი იქიდან და შემდეგ აქ მე მგონი ერთმანეთს ოდნავ გადაფარავს ახალსა მილიმეტრებით. კარგად გამოდის ერთ სიტყვით ჩემ თოფებზე, მე თითქმის ყველაზე მსგავსი ტიპის ის მაქვს გაკეთებული. სკოჩები ძალიან დიდხანს იცავს. ნახოთ სად არის ეს ნაპირი. ესე დავიწყებთ. მინდა რომ კარგად გამოჩნდეს. იმედია კადრში ხვდება ეს ადგილი და ჩანს. აი ასე. უყურეთ. მოვახდინეთ სამიზნე თამასასთან ესე გატარება და დაწებება. აი ასე. სადაც კი დაემთხვევა აი ეს ჩავჭრათ უნდა აქა. აი ასე. მერე ზედმეტებს ლამაზად ამოვაჭრით. ჩანს ხო?
იმედია მოეწონება. ჩათვალეთ, რომ თოფი ამ შემთხვევაში არის 99% დაცული. აი ასე. კაც ამ ადგილზეც ესე ჩავჭრით და პირთან მივიყვანთ, გადავაწებებთ კარგად. აქ ტიბჟირი დგება. და ეს ადგილი უნდა მომთავისუფლოთ. და აგერ ამ ადგილასაც ასე ჩამოვჭრით ლამაზად. ცალი მხარე შეიძლება ითქვას, რომ გადავაკარით. ზოგს მოწონს შეიძლება, ზოგს არც მოეწონოს. ეს აკვაპრინტი არ არის სურვილი შემთხვევაში ნებისმიერ დროს გაკრავს ხელს და ააძრობს. სამაგიეროდ თოფი არის დაცული. ყოველ შემთხვევაში ეს გარე ზედაპირი. ნალექის და წყლის მავნე ზემოქმედებისგან, ასევე ნაკაწრებისგანაც ძალიან კარგად დაიცავს თუ ბუჩქებში იძრომიალა სადმე. ეს ერთი მხარე, როგორც თქვით. და ახლა გავაკეთოთ მეორე მხარე. საკმაოდ ისეთი სქელი მასალა არის, გესიამოვნება. წებოვნება აქვს იდეალური.
ეს სხვათა შორის ამ საკანცელერიო დანითაც ძალიან ისე გემრიელად იჭრება. ეხლა აქაც ჩაუტაროთ პირდაპირ რომ აიღოს კარგად. დავიწყოთ ესე გადმოტრიალება და თან ჰაერის გამოვლენა. აქ ნახეთ რა კარგად გადაფარა ერთმანეთი ზედაპირი. კარგად გამოდის. ყოველ შემთხვევაში თუ იგრძნობთ მერე რომ ჰაერი შეგეპარათ და სადმე ჰაერის ბუშტი დარჩა, არ არის პრობლემა, ან ქინძის თავით ჩახვრითავთ, ან ოდნავ ჩაჭრით და დააჭერთ, ჰაერი გამოიდევნება და ესენი პირს ისევ შეიკრავს. ძირითადი ნაწილი, აი, სადაც ტიპჟირი დგება, სადამდეც მოდის. ამან თითქმის ერთმანეთი გადაფარა ამ ორმა ფენამ. თითქმის გადაფარა და აქ უკვე ტიპჟირი დგება და ეს ადგილი მაინც აქ უნდა ამოგვეჭრა ან რაღაცა გვექნა და რია დაგვეტოვა. თოფის სამაგრი სადაც არის აქ ესე თოფის სამაგრის ძირი, აქ ესე ჩამოვუჭრით. აი ასე. მრავალწლიანი დაცვა მინიმუმ 5-6 წელი გარანტირებული აქვს. ამ შემთხვევაში ამ თოფს. Yes. აქაც იგივე ჩაჭრას გავაკეთებთ ახლა.
მაინც ყოველი შემთხვევისთვის რომ საკეტს ხელი არ შეუშალოს. ესეთ ზედმეტი მასა მოვარიდოთ. აირი გამოვდევნოთ. ეს დაგვრჩა ეს ადგილი. კუთხე კარგად გამოვიყვანოთ. აბა როგორია? ჯერ ცოტა კიდე დარჩა დასრულებამდე. აქაც როგორც გითხარით, ჩამკეტთან. აქეთ მხარე კარგად არის, აი აქეთ ოდნავ ესე ჩამოვათლით. აი ასე. და დაგვრჩა ბოლო შტრიხი. სადაც არის ეს სამიზნე თამაზა, ესე გადმოვზომოთ და ეს 5 მმ ესე ავათალოთ. ძალიან დიდია.
აი ნახეთ. როგორც გითხარით, აქედან გასრულისას გაპარებულმა გაზებმა და სითბომ რო არ მოახდინოს პირდაპირ ნაპირიდანვე ამის აძრობა და მერე მთლიანად არ გაყვეს. ამ 5 მმ-ს სხვა მეტი დანიშნულება არ აქვს. აქ რაღაცა მომენტები უნდა ავაჩქაროთ, თორე საყურებლად იქნება ძალიან სერიალივით გამოვა. თან რომ რაღაცას ვაკეთებ და გელაპარაკებით, მერე ისეთ რაღაცას მეკითხებიან ხოლმე კომენტარებში, რომ უკვე ნათქვამი მაქვს აქ და საყურებლათაც უნდა კომფორტული იყოს. ამიტომ მონტაჟის დროს ზედმეტი რაც არის და რა აქტუალური იმებს მოვაშორებ. აი თოფი გამოდის განახლებული არ ნახულობთ. აი ასე ნახეთ რა სილამაზე გამოვიდა და მერე კონდახიც რო დაუჯდება ასე თრაცასწაული იქნება. დღეს უკვე მე-5 დღეა. ეხლა წყლით გამოცდა უნდა გავაკეთოთ. Ali არ შეიძლება. ხო? ანუ წყალს უკუაგდებს და შიგნით არ იწოს. შევამშალებთ ამ წვეთებისგან და დავაწყოთ.